ამ სახლში 2003-2017 წლებში ცხოვრობდა პოეტი და საზოგადო მოღვაწე გენო კალანდია. ამიერიდან ეს მემორიალური დაფა თბილისში მეტეხის ქუჩის 16 ნომერში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ფასადს დაამშვენებს. მემორიალური დაფა ცნობილი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას სახელისა და ხსოვნის უკტავყოფის დადასტურებაა. ეს მდუმარე მარმარილო, რომელიც უკვე მეტეხის 16 ნომერს ამშვენებს, მრავლის მეტყველია. ეს არის გენოს უკტავყოფის, გენოს შემოქმედების, გენოს განვლილი გზის ცხოვრების ნიშანი. ერთი სიტყვით ვიტყვი, რომ გენომ დღეს ცხოვრების ოსკარი აიღო. დიდი მადლობა ამისთვის. მემორიალური დაფა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პოეტის ოჯახის წევრები, ახლობლები და კოლეგები ესწრებოდნენ. ნამდვილად გენო კალანდია არის ის პერსონა, რომელიც მთელი თავის მოღვაწეობით ემსახურებოდა ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, თავის ქვეყანას. ეს ადამიანი ემსახურებდა, რომ ყოფილიყო მემორიალური დაფა ჩვენს დედაქალაქში. გენო იყო ყველგან, სადაც ქართული საქმე წყდებოდა და სულ ასეთი გენო გვახსოვს. ასეთი გენო გვახსოვს აფხაზეთში, ასეთი გენო გვახსოვს თბილისში, ასეთი გენო გვახსოვს პარლამენტში და რა თქმა უნდა უმაღლეს საბჭოში. აკლია მისი ხმა ჩვენს პრობლემას. მახსოვს პარლამენტის სლომები, სადაც ის არ გაუშვებდა სტომას, რომ არ მისულიყო მიკროფონთან და არ შეეძახებინა, შეეხსენებია ხელისუფლებისათვის, რომ პრობლემა დევნილების არის და მისი ლექსები, რომელიც აღნიშნულია სახელმწიფო რუსთაველი, ჭავჭავაძის, შერვაშიძეს პრემიებით, მართლაც დასტურია იმისა, რომ ამ კაცმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი კვალი წარუსველი ყოფილიყო ამ დედამიწაზე. მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლა. საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა და გენო კალანდიას მეგობრებმა ისაუბრეს პოეტის ღვაწლზე, გაიხსენეს და გააცოცხლეს მასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები. მსახიობებმა მისი რჩეული ლექსები წაიკითხეს. საღამო მუსიკალური კომპოზიციებით გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ გაამრავა ოფეროვნა. ნამდვილად ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი რესპონდენტი იყო, როდესაც ვთქვათ, სხვადასხვა გადაცემებში ხვდებოდით ერთმანეთს და აი თუ კი ვინმე მატებდა გადაცემას, ნუ აი იმ ემოციას, ხიბლს, ქარიზმას, ნუ ნამდვილად იცოდი, რომ როდესაც გენო კალანდია იყო გადაცემაში, ის გადაცემა იქნებოდა ნამდვილად გამორჩეული. გენო კალანდიას პოეზიის გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება მოესმინათ პოეტის ქარიზმატული ხმა და მის მიერ წაკითხული ლექსები. ეს კი მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუა, რომელიც ჩვენს მედია საშუალებას მან 75 წლის იუბილეზე მისცა. 75 წელიწად უკვე ეს მთელი ეპოქა. ეს ეპოქა ლექსით, ომით, ბრძოლით, საგენჭუბერით და 1000 დრამატული დღეებით გამოვიარე, მაგრამ დღემდე მოვედი და მაგრამ ჩემი რწმენისათვის არასოდეს ღალატია, მე ვიყავი ქართული ლექსის მსახური და როგორც შემეძლო, აი ვაკეთებდი ამას და უბედიერესი კაცია, რომ დღეს იმდენი მკითხველი და იმდენი საყვარელი ადამიანი გამოჩნდა აი რუსთავის თეატრში, რომ ალბათ ამისთვის ღირდა მარტო ცხოვრება.